ზუგდიდში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება, რომელიც წაღვერისა და ჯავახიშვილის ქუჩებს ერთმანეთს დააკავშირებს. ხიდის მშენებლობით ცენტრალური საავტომობილო გზა განიტვირთება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო. ზუგდიდში ქალაქის მასშტაბით ხიდი ბოლო 40 წელი არ აშენებულა. გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადი, დატვირთულია ცენტრალური ქუჩები, რაც ხადია დისკომფორტს ქმნის. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავაშენოთ ახალი ხიდი, რომელიც არსებულ პრობლემებს მნიშვნელოვნად გადაჭრის. ეს ხიდი აკავშირებს ქალაქის ორ მნიშვნელოვან ნაწილს და მისი მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სატრანსპორტო ნაკადების რეგულაციის, ასევე ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისით. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელთა დაფინანსებით ხორციელდება ამ პროექტის მშენებლობა და მისი ბიუჯეტი შეადგენს 1.870.000 ლარს.